მოგესალმებით გასმენების პირდაპირ ეთერში ჩვენ ახლა პარლამენტის უკანასკნელ შესვლელთან ვიმყოფებით, სადაც შეიკრიბნენ ადამიანები ლოზუნგით ვათენებთ საქართველოსთვის. საპროტესტო აქციების შემართება და მოთხოვნა იგივეა არარუსულ კანონს კი ევროპას. დღეს სამოქალაქო აქტივისტები აქ შეიკრიბნენ იმისთვის, რომ გაათენონ პარლამენტის შენობის წინ და ხვალ დილით როცა აპირებს იურიდიული კომიტეტი შეიკრიბოს და უკვე მესამე მოსმენად განიხილოს რუსული კანონი, მათ დახვდნენ შესაბამისი საპროტესტო შეძახილებით. საკუთარ ბევრი ხალხი აქ მობილიზებული, მე სპეციალურად გამოვედი პარლამენტის უკანასკნელ შესვლელთან, რადგან წინ არის ჩართული შემართებისთვის და საპროტესტო განწყობისთვის, საპროტესტო გამოსვლები ხმამაღლა, ასევე მუსიკა და იქ ძალიან რთულია რომ გავიგოთ ადამიანების პოზიციები. კი მინდა რომ გავესაუბროთ ადამიანებს, რომლებიც დღეს მოვიდნენ პარლამენტის შენობასთან და აპირებენ რომ გაათენონ საქართველოსთვის. აქ შეკრებილებს შორის ხედავ ბათუმელებს, მათ შორის არის ციალა ქათამიძე, მოდი გავესაუბროთ მას. ის არის სამოქალაქო აქტივისტი და საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბათუმში. Let's გაგესაუბრებით გენრი. მოგესალმებით ციალა ბათუმელების პირდაპირ ეთერში. რას ნიშნავს სიმბოლურად ეს ღამე? ეს დღე 12 მაისის ღამე საქართველოსთვის, რომელსაც ახლა ვათენებთ ყველა ერთად. გუშინ მე მგონი არანაკლებ ემოციური და სიმბოლური დღე იყო თითოეული ქართველისთვის, რომელსაც ბავშვობაში უსწავლია მაგალითად ლექსი ხან საბამ ლოვეკო მე-12-თან. რაღაცა გუშინთელი ღამე ხან საბა და ილია ჭავჭავაძეც მიგიანებდა თავში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მათი ოცნება, რომელსაც ალბათ მათი თანამედროვეებიც და ჩვენც ვერ წარმოვიდგენთ, რომ რეალობა შეიძლება დამხდარიყო, გუშინ რეალურად, რავი, ცოტა ისე ვიტყვი, დიდად, მაგრამ მგონია, რომ თემა მსოფლიომ დაინახა, იმიტომ რომ ძალიან საგრძნობლი იყო, აშკარა იყო მასშტაბი, ხო ამ პროტესტის. ევროპის დედაქალაქი არის თბილისი, ესე გვეუბნებია და გუშინ მე მგონი ჩვენმა ქალაქმა, ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა. რას ნიშნავს თქვენთვის ეს განაცხადი, რასაც გვეუბნება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომ ევროკავშირის დედაქალაქი ახლა არის თბილისი. შვიდობიანი ამხელა მსვლელობა აბსოლუტურად ყოველგვარი რაღაცა ძალადობის და ის გარეშე ჩაიარა ამან რეალურად და მთავარი ამ პროცესის არის ძალადობის გარეშე ვაჩვენოთ ხელისუფლებას რა არის ამ ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, იმიტომ რომ ხელისუფლება ამბიცინა ივანიშვილმა ქართულმა ოცნებამ დაგვიანოსა რეალურად საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება. ვფიქრობ, რომ ეს ანუ ჩვენ ახლა პირდაპირ მივდივართ რუსეთისკენ, ხო? ეხლა აშკარაა ქართული ოცნების განზრახვა. რომ ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც კი სჯეროდეთ იმისი, რომ არა ჩვენ ევროპისკენ მივდივართ. ამისი ეჭვება, იმიტომ რომ არ არსებობს ერთი ფაქტიც კი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა რამეს აკეთებს იმისთვის, რომ სტატუსი რომელიც გვაქვს, გადაიზარდოს ევროკავშირის. რა შეუძლია ახლა სამოქალაქო სოლიდარობას, მოქალაქეების ერთად დგომას, რა ძალა შეიძლება ამას გქონდეს? ამ პროცესს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება ახასიათებს, რომ საზოგადოების თითქმის ყველა სხვადასხვა ინტერესების, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სოციალური სტატუსის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი ამ ქვეყნის, გაერთიანდა და ისინი ობნებიან ხელისუფლებას არას. და ამ კანონს, რომელიც ხვალ მესამე მოსმენით უნდა განიხილოს საქართველოს პარლამენტმა. გაუთენე საქართველოს, ესე ვთქვია, დღევანდელ აქციას სიმბოლურად და ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ერთი ღამის, არამედ ძალიან ბევრი ღამის გათენების რესურსი აქვს საქართველოს მოსახლეობას, რათა დაიცვას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. დიდი მადლობა, ეს იყო ციალა ქათამიძე, სამოქალაქო აქტივისტი და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ბათუმში გენრიდოლიძეს ხედავ ასევე მოძრაობა პოლიტიკური პარტია დროას ლიდერი რეგიონში აჭარაში. მოგესალმებით გენრი. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება ქონდეს ახლა შედეგი, რამ შეიძლება შეაჩეროს ხელისუფლება, რომელიც უკვე მესამე მოსმენით აპირებს ხვალ რომ იურიდიული კომიტეტის ხომაზე განიხილოს რუსული კანონი. საპროტესტო აქციები პერმანენტულია, ფეხზე დგას საქართველოს შეიძლება ითქვას, ხო მასშტაბურია ეს პროტესტი. რა შეიძლება ქონდეს შედეგი ამ საპროტესტო აქციებზე? შედეგი ექნება ჩვენს ბრძოლას აუცილებლად იმ შემთხვევაში თუ არ დავიღლებით და მეორე არ დავემსგავსებით ფოცებს, ვიქნებით მშვიდობიანები, ვაჩვენებთ ევროპულ კულტურას, რასაც აქამდე ვაჩვენებდით აქციებზე და მშვიდობიანი არაძალადობრივი ფორმით გავაგრძელებთ ჩვენს
ძალიან სწორ და ლეგიტიმურ პროტესტს. ეს აუცილებლად გატეხავს ქართულ ოცნებას წელში და ისინი უკვე ძალიან დაბნეულები არიან, როდესაც ისინი ჩვენს ბებიებს, დედებს, მამებს ურეკავენ და აი ამ სატელეფონო ზარებით ცდილობენ ჩვენს დაშინებას, ეს უკვე ნიშნავს, რომ მათ ყველა სხვა ბერკეტი ამოწურული აქვს და ისინი არიან ძალიან ცუდ დღეში. ხო, აი იქეთ მიდიან ახლა ხედავ აქციის მონაწილეებს. საითკენ მიდიან რა მნათულები თუ იცი? შესაძლოა კანცელარიისკენ მიდიან, რაღაც აქციის მონაწილეთა ნაწილი. ჩვენ აქავართ პარლამენტთან რჩებით, ჩვენ უნდა გავათენოთ აუცილებლად და უნდა შევაშველოთ ერთმანეთს სიტყვა, ხმა, ძალა და ვაჩვენოთ, რომ ხოლო თბილისი არ დგას, მთელი რეგიონები დაიძრნენ დღესაც გუშინაც და ჩვენ ძალიან ორგანიზებულად და სწორად და კარგად შევძლებთ, რომ რაც შეიძლება რამდენ ხანსაც დაჭირდება ამ პროტესტს ჩვენი აქ ძომა ვიდგეთ აქ, იმიტომ რომ სასწორზე ძალიან მნიშვნელოვანი ფასეულობა დგას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ეგ არის უმნიშვნელოვანესი. დიდი მადლობა, ეს იყო გენრი დოლიძე, დროას ლიდერი აჭარაში. საპროტესტო აქციის მონაწილეები, როგორც ხედავ, დაიძინენ რუსთაველის გამზირიდან, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, ისინი დააპირებდნენ, რომ დღეს გაათენონ საქართველოსთვის და იმისთვის, რომ ხელისუფლება ვერ შეძლოს რუსული კანონის მიღება, ახლა ისინი მიემართებიან საქართველოს მთავრობის კანცელარიისკენ. აქ ხედავ რომ მობილიზებული არიან სპეცრაზმელები, როგორც ხედავთ კადრში. რა არის ახლა თქვენი გზავნილი, რა გითხოვთ ხელისუფლებას, როგორ გითხარით? რა არის თქვენი მოთხოვნა? რა არის თქვენი გზავნილი ახლა ხელისუფლებასთან? არანაირი, აღარ ველაპარაკობ. რას ეკნება ოცნებას გულისხმობ. კი, არ ველაპარაკობ. რას ეკნება შედეგი თქვენი აზრით ამ პროცესში, რომ შეჩერდეს ხელისუფლება? ეს არის შედეგი უკვე ჩემი აზრით, რაც ხდება. მაგრამ ისინი მაინც აპირებენ, რომ მიიღონ რუსული კანონი, ხო, და მესამე მოსმენით იკრიბება იურიდიული კომიტეტი, ხო? როგორ უნდა შევაჩეროთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლების შეჩერება? არის შეჩერდებიან, თქვენ გაქვთ ამის მოლოდინი? არ ვიცი. რა შეუძლია სამოქალაქო პროტესტს ახლა ამ სოლიდარობას? რა შეუძლია? ყველაფერი. დემოკრატია ესაა. დემოკრატია ესაა, მოხსოვთ ქალაქი, რომ ამდენი ადამიანი დგას ქუჩაში და გამოხატავს სოლიდარულად პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ.
შეგვით სამშობლოს სიყვარულს. გიორგი ჩაგვეწერებით? მიღეთ ხო? კი, გითხარით. საზღვაო აკადემიის სტუდენტი, ხო? რომელიც დღეს ჩამოხვედით ამ აქციაზე. რას ექნება ახლა შედეგი თქვენი აზრით? ჩვენი ამ პროტესტის აზრი გაინტერესებს. ჩვენი პროტესტი ის არის, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ევროპის საქართველოში, გაბრწყინებულ და ერთიან საქართველოში, რუსეთის გარდა. საქართველოში კავშირი რუსეთს არ უნდა ქონდეს. ხო, აი ამას ვიტყოდი მე. მე ჩამოვედი აქ იმისთვის, რომ ჩემი ბევრი კურსელი, რომელიც სწავლობს ბათუმის საზღვაო აკადემიაში, შეშინებულია აკადემიის უფროსობიდან, რადგან არიან დაშნებული იმის მხრივ, რომ მათ არ ექნებათ შეფასება, ისინი ვერ ჩააბერებენ გამოცდებს თუ ისინი არ გამოცხადდებიან, მაგრამ არის კატეგორია, რომელსაც არ აინტერესებს მათი სიკვდილი და ბათუმის საზღვაო აკადემია აქ არის. შეუერთდა აკადემია გაფიცვას, რომელიც შესულია პროცესში და აპირებენ რატომ როგორც ყველა უნივერსიტეტი გაფიცვას და საქართველოსთვის რა რატომ ხარ შენი ღმული გაფიცვაში რომ შეიძლება გამოიყენოს სპეციალური საშუალებები? დიახ, კი, არის მაგის შიშიც რომ მაგალითად მიხდნენ მე ვინ ვარ ან კიდე რავალი ადამიანი ვინც აქ იყოფება ბათუმიდან ან საზღვაო სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან არის იმის საშიშროება რომ შეეფხეს რაღაც საშიშროებები, იმიტომ რომ დღეს ესე საქართველოში ვცხოვრობ. რას ეტყოდი თანამოქალაქეებს ახლა? არ უნდა დანებდნენ, ბოლომდე უნდა იბრძოლო და ერთადერთს რას იტყოდი, რასაც ვიტყოდი, არა რუსულ კანონს და არა რუსეთს, საქართველოს რუსეთის გარეშე. რა მასშტაბის საფრთხეა ახლა თუ კი ეს კანონი მიიღოს საბოლოოდ ქართულ მოლოცველებს, ხალხო მესამოსმენთ განიხილავს იურიდიული კომიტეტი, რა მასშტაბის საფრთხესთან მივდივართ ჩვენ მთელი ქვეყანა? მხოლოდ მათ შეექმნებათ, რადგან საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი არ აპირებს გაჩერებას როგორც ჩანს და როგორც ეთქობა და ჩვენ აქ ვიდგებით, სანამ ამ რუსულ კანონს არ მოგვაშორებენ. არ ჭირდება, არანაირად. მადლობა, თქვენი სახელმწიფო ლუკა არტველაძე. მადლობა. საზღვაო აკადემიის სტუდენტის პოზიციას ვისმენთ, არის შემოწმეთ ახლა ჩემი ხმა. თორე ვაკაკმოთ ხომაღალია საყვირების ხმა და ასევე შეძახილები. ისე პარლამენტის შენობისკენ შეიძლება საბუნებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები.
გაუთენე საქართველოს ამ მოწოდებით შეიკრიბნენ დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები და აპირებდნენ მხოლოდ დილით დახვდნენ პარლამენტის წევრებს პარლამენტის შესასვლელთან და არ მისცენ საშუალება რომ მათ მიიღონ რუსული კანონი. 13 მაისს უკვე მესამ მოსმენად აპირებს იურიდიული კომიტეტი რომ განიხილოს რუსული კანონი. ამის შემდეგ უკვე 14 მაისს ამის ზეგ არის აგებული პლენარულ სხდომაზე. უკვე საბოლოო ვერსია მიიღო ამ რუსული კანონი. როგორც ხედავთ, კაცი საკუთარ ბევრი სამართალია მობილიზებული. აქის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ საპროტესტო შესაძლებლობით ამოიარეს შიტაების ქუჩა, მათ შორის პარლამენტის შესასვლელი, რომელიც შეადგინეს ჩარაზე შეიყვანს. და ახლა ისინი პარლამენტის შენობასთან
როცა ჩვენ შემთხვევის ადგილზე აუცილებლად გავცნობებთ სიახლეებს. ეცნობა ჩვენს ვებგვერდებს, რაც მელე ბიჭიდან გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.